Hello, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და ძალიან ექსპრომტად და ესე რაღაცა ესეთი ვიდეო რო არ გავიკეთებია შინაარსობრივად, ესეთი რაღაც უნდა შემოგთავაზოთ ვისკის მოყვარულთა კლუბის YouTube არხზე, უყურებთ მოკლედ ორი ვისკის შედარება განხილვის ვიდეოს და ჩემს გვერდით არის ვისკის მოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი პრეზიდენტი და მეფე ლევან ჭედია, მისი ვეზირი დავით ველიჯანიშვილი. ნაზირი ვეზირი გამოდარი. ხო, ძალიან საინტერესო შედარება გვაქვს. შევადარებთ ერთმანეთს 2-15 წლიანი ვისკის, ორივე არის ხერესის კასრი, ორივე არის 46 გრადუსი, ორივე არის ძვირი და ერთი განსაკუთრებით. ხო, ერთი განსაკუთრებით. და არის სხვადასხვა დისტილერია, Springbank და Glenallachie. ეხლა ნახე რა ხდება, რატომ მოვიდა ეს ამბავი. Springbank 15-ის განხილვა თქვენ ჩვენს არხზე ალბათ უკვე ნანახი გაქვთ. შეიძლება გამოგცეთ, მაგრამ უკვე დევს მოკლედ ჩვენს არხზე და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ბოთლისთვის ბათუმელებს, ვინც გამოგვიგზავნეთ ყველამ ერთად და მოგვეცით საშუალება რომ შეგვედარებინა. Springbank-ი ზოგადად ძვირიანი ვისკია, იმიტომ რომ მოთხოვნა მიწოდების დარღვევისა და კიდევ სხვადასხვა ანომალიის გამო მისი ფასი ოდნავ overpriced არის. დამეტებულია ხოლმე, ვიდრე რეალურად მისი ხარისხი არის. თუმცა ძალიან კარგი ვისკია, ყველა ვთანხმდებით ამაზე. მაგრამ ძვირია, უფრო ძვირია, ვიდრე უნდა იყოს. აი ამან გვიკარნახა, რამდენად ბლაინდზე დაახლოებით იგივე პროფილის ვისკის, კარგს ასევე აჯობებს, რომელზეც ორჯერ ძვირია. მინიმუმ ორჯერ ძვირია, მინიმუმ, მოდი ესე ვთქვა, ანუ სადღაც 70 ევრომდე მერყევს ამის ფასი. ეს რო ასოციროთ იშოვო, მე მგონი ძალიან გამართლება იქნება რა. უფრო მეტი ასოცირება. 150-ის ფარგლებში არის ძირითადად მაღაზიებში. ხო და ან შესაბამისად ორჯერ ძვირი ღირს, მოდი ესე საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ. იმიტომ რომ Springbank-ია, მაგრამ Glenallachie-ც ნუ ის აქ PX-იც არის, Oloroso-ც არის, აქაც ხერესებია გამოყენებული, ხო? ორივე ხერესია, როგორც ლევან მოგვეთქვა, გავიმეორებ, ორივე 15 გრადუსია, უბრალოდ ერთი არის Springbank-ი. რადი? 15 წელი 46 გრადუსი. 15 წელი 46 აპირიქით თქვი. არა, პირიქით არ ვარ, ეს ჯობია რომ. 46 წელი კაია, მაგრამ 15 გრადუსის რა გითხრა. ხო და აი ხა შევადარებთ. ნახე ახლა რა ხდება. ბლაინდს ვერ გავაკეთებდით იმის გამო რომ სხვადასხვანაირი ბოთლებია და N-ზე ეგრევე მიხვდებოდი რას ასხავდი. არ ყავს ჩვენ ვიღაც ახლა ამ სიტუაციაში აქ ამ წამს დამხმარე, ვინც დაგვისხამს არ გვიტყვის და მე გვიტყვის რა იყო. ამიტომ ვიყენებთ ესეთ სახალისო არ მეგონა მაგარი სახალისო გამოვა, ეგეთი რამე არ გავკეთებია და მოდი პირდაპირ ვიტყვი და კრედიტებს დაუწერ ამ იდეის ავტორს, რომ მამაზე რომ ლაპარაკობდით, ჩვენი კლუბის გამორჩეულმა წევრმა, ჩემმა ძალიან ძვირმა მეგობარმა, მითხრა რომ ესე კენითო კაცო რა თავს იკლავთო, როცა ბოთლი სხვადასხვა არის და რაღაცაო და ძალიან მარტივად. ჭიქებს ქვემოდან აქვს სტიკერები. არ ვიცი რამდენად ჩანს. პირველი, მეორე აწერია, ერთიანი და ორიანი. ოღონდ ეს ერთიანი და ორიანი აქედან ხო არ ჩანს. როდეებს მე ვერ ხედავ ამას. უბრალოდ დავისხავთ, ფერი თითქმის იგი ერთდაიგივე არის, თითქმის პატარა დასმულზე მით უმეტეს არ შეეთყობა. მე ამას აურევ ჭიქებს და ის ამ ლევანი მე ამირევს ჭიქებს და რომ ვიტყვით რა არის და რომელი უფრო მოგწონს, მე ვნახავთ რა დავლიეთ. ხო. ასე მარტივად არის ყველაფერი. არა, ბოთლებზე არ უნდა ვიცოდეთ რომელი პირველი, რომელი მეორე. როგორ არა, ასე იქნება როგორც გვისხია, პირველი, მეორე, პირველი, მეორე. მარცხნიდან მარჯვნივ წერ და მარცხნიდან მარჯვნივ ვაკეთებთ. რა Springbank იქნება პირველი და მეორე, თუ გინდა შევცვალოთ რა ვიცი. იყოს. ხო. ასე რომ მოდი, დავისხათ და დავიწყოთ ძალიან საინტერესო ამბავი. რამდენად ორჯერ კარგი შეიძლება იყოს Springbank-ი, რამდენადაც ფასით ორჯერ და მეტჯერ უფრო ძვირი არის, იგივე, ასე ვთქვათ, ხასიათის და პროფილის Glenallachie-სთან შედარებით. ერთნაირად უნდა დავასხათ თან, რომ მაგითიც ვერ მივხვდეთ ვერ. მე მგონი მისხი ერთნაირად, მაგრამ მე მგონი მე მეტი დავისხი უფრო. აბა ერთი შენთან შეადარე. შენ მე მგონი ეს უნდა ჩაიმატო ცოტა. ოდნავ. და მე მგონი შენც მეტი დაგისხი. ოდნავ. ჩემთან ერთნაირია რა. ხო, ჩემთან ერთნაირია. აჰა, ჩავიმატებ, რამენაღულება Springbank-ია, რა თუ არ ჩავიმატებ. აჰა, წავიდა, მიდი, აბა, გაიხედა იქ ჭიქებს აგირებ. იმიტომ რომ აკლია ცოტა. კი, აკლია. აი, ჩემთან უკვე თანაბრად არის. აბადანო. ფერზე შანსი არ მაქვს. მე მგონი ახლა ისაკლია. აი, ისიც დაიმატე. ესა შეიძლება ჭიქები გავავსო. არა, მე ფერზე ნახე, აი ამ წყლის ჭიკის უკავდებ სპეციალურად ერთდეგივე ანარეკლი მომცეს და ხო. არა, ჩემთან არანაირ მას არ იძლევა, კი ბატონო, ერთდეგივეა ფერზე. მიხედი, აბა იქით ეს ნუ აგირიო რა ერთი რა. რომელი სად არის და როგორ არის, რომ არ იცოდე შენ რომელი ჭიქაში სად გისხია. ეხა პირიქით წავიდეს, მე ისე პირიქით წავიდეს, აი ასე წავიდეს და კიდე პირიქით წავიდეს. აჰა, მორჩმე. დიდი შენ ჩემი აურიე? აბა. ისე შენი არეული დამემახსოვრებინა, ეს ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ვერ მოტვინე მაგდენი. აურიე? შენ დაგავიწყდა რომელია ჩემთან? კი.
კაი. მაგრამ რა დაგემახსოვრებინა? არა, შენი რომ დამახსოვრებინა, ხო შემეძლო, რომელში გქონდა, რომელი? რომელიც ხო, მაგრამ დავიცი. ხო, აბარა. კაი, დავიცი. მოკლედ, მეგობრებო, 15 წლიანი Springbank-ი, ძალიან ძვირი ვისკი, კარგი, მაგრამ ძალიან ძვირი. მასზე ორჯერ იაფ. გლენალახის აჯობებს თუ არა? ხო, წავიდა თანაბარი. აბსოლუტურად ერთი და იგივე მონაცემები აქვს. ერთი და იგივე პროფილი აქვს. ეს რომ მივომიხილეთ სხვათა შორის, არ ვიცი მიმოხილვის დროს თქვით ჩვენ ვიდეოში თუ არ მახსოვს, თუ მე თქვით ვიდეოს მიღმა, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს შედარება შენი იდეა სხვათა შორის და პასტაგი რა ამ იდეისთვის მაგამ ბავშვი. წავიდა აბა? აბა წავით. ჩემთვის მარცხენა რა არის? რა კარგია, ეს ორივე კარგია ხარ, ვიცი, ჯერჯერობის რომელია? მე ჭმაკრო Springbank-ს ვსუნავ, არ ვიცი. მე ჭმაკრო გლენალახს ვსუნავ. ხო. არა, ჩემთან ეს არის გლენალახი სავარაუდოდ. ნახე რა ხდება Springbank-ს იმ ხელა გამოცდილება არა მაქვს ორჯერ მაქვს გასინჯული, მაგრამ გლენალახი ვიცი ძალიან ზეპირად რა და ამიტომ აქედან გამოდინა, ეს არ არის ჩვენთან აქ მთავარი გამოცნობაზე არ ვართ. თუმცა რატომაც არა რა, რო გამოვიცნობთ, თქვენ თვალში მოგვემატება რა პაგონების დავიტოთ. და დაგვიტოთ მაქედან. ნუ ჩემთვის ალბათ ეს არის როგორც აქტებს ესია, სავარაუდოდ ჩემთვის. როგორც ლევანიანის პირიქით. ძალიან გავს ერთმანეთს არა, ორივესკენ. საკმაოდ. ეხლა რა არის ხვაობა ის თქვათ? ოდნავ აი ეს აკეთა რომელიც აკეთა უფრო ოლოროსოა. აუ, შენთვის არ ვიცი. შენთან სხვა არის. ხო, შენთვის არ ვიცი. ხო, ანუ ჩემთვის, ჩემი აზრით, ეს არის გლენალახი და ეს არის Springbank-ი. შენთან პირიქით. და ხო, და Springbank-ი, ანუ აი ეს აკეთა ჩემთვის არის ოდნავ უფრო ნაკლებად ტკბილი და ოდნავ წასული სიმჟავისკენ. ეგ არის Springbank-ი? ხო. ეგეთი. ხო. მეც ეგრე ვფიქრობ. ხო, იმიტომ რომ Springbank-ი როგორც ვიცი, ოლოროსოს კასრიც არის და აქ ბიჭო, მაგრამ აია ძალიან, ნახე, ეხა ნახე რა ხდება, აი ამას ერთს, ალბათ შენთვის მაგას. რომელიცაც ჩვენ ფიქრობთ რომ გლენალახია. ამასაც თავისებური სიმჟავეები აქვს. მაგრამ ძალიან ნაცნობი და ესეთი ტრივიალური ეს აქვს ხელესების სუნები. ანუ ეს ვიცით, ეს უფრო მოხარშული ძიმესუნებია და უფრო ჩირები და ტყლაპებია. აი აქ შევასწავლო უფრო სიმჟავისკენ წასულიაო და რო გგონია რომ Springbank-ია, ჩემთვის აქეთ შენთვის იქიდა. ნო. არა, უფრო ჩაიკარგა ახლა. აქ თითქოს ბურბონიც არისო, თითქოს ესეთი რაღაცა. ხო და ჩემთვის ახლა ნახე ეს ჩემი აზრით Springbank-ი რომელიც არის აკეთა. ხო. იმის დიდხანს დასვენის მერე საერთოდ სიტყვა ჩაიკარგა, უფრო სიმჟავე წამოვიდა. ხო, მაგრამ კომშები წამოვიდა აქ. თან ისეთი სუნი უფრო შორიდან წავიდა რა შორს სუნი მოკლედ. სულაც მაგრამ ეს უფრო საინტერესო არის ოდნავ ჩემთვის ხვირი. ეს უფრო ჩემი აზრით გლენალახი უფრო კარგია, მაგრამ ძალიან common არის უკვე და ნუ აი გავიგეთ რა ეგეთი სუნები. ესეც უფრო იშვიათად ხვდები და ეს უფრო მსიამოვნებს ახლა მე. უფრო მეტად კომშისებრი მე ესე დავარქმევდი. კომშები უფრო არის შენთვის მარჯვენაში, სავარაუდოდ. კი, ეგრეა. კომშები და ვაშლები რა და ის მარტო ყურძნის ჩირები და ისინი არის რა ქიშმიშები და ის აი ოლოროსოა, ძალიან ოლოროსოა ეს. ჩემი აზრით გლენალახი უფრო მსიამოვნებს, თუმცა მაგაში გეთანხმები რომ ეს უფრო მრავალფეროვანია Springbank-ი. თუ ეგრე არის და მართლა ეგ გავარტყით რა. ახლა მეც ეჭვშემ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხო, ანუ პრინციპში ოლოროსო თუ გინდა ეს არის რა. აი ის რომელზეც ვამბობ რომ უფრო ოლოროსოა და უფრო ქსიამოვნებს შენ რომელზეც უფრო თქვი რა. სუყია უფრო. რომელი უფრო სქელია სქვირზე? გლენალახი. რომელსაც ფიქრობთ რომ გლენალახია? ხო. ჩვენთვის ბოთლების მიხედვით ჩვენთვის პირიქით. გავსინჯოთ? მოდი, რომელი დავიწყოთ? მოდი, მე მარჯვენათი, შენ მარცხენათი. ანუ როგორ გგონია რომ Springbank-ს ვაქვს? ხო, ჩვენი აზრით Springbank-ით. ძალიან კარგი ვისკია. ბიჭო, აი ნახე, აქ ოლოროსოების გარდა რაღაც ვაშლებია და რაღაცაებია. ვანილია. და სიცხარე აქვს. აი სიცხარეს არ ვუოლდი, ხა ეგეთი სიტყვოსთან, თავიდან რა სიტყვა მოდიოდა, ეგეთი სიცხარეს არ ვუოლდი, ძალიან სხვანაირი ვისკია. აუ და aftertaste ენაზე რა კარგი დატოვა, გემრიელი. საოცარი, თხილების დატოვა, რაღაცეები, აი თხილოვანი რაღაცეებით დატოვა. რაც ჩემი აზრით მეორეს არ ექნება, მეორეს უფრო აი მართლა ისეთი მოსაწყენი ოლოროსო სიმძიმე ექნება, ოღონდ ძალიან კარგი სიმძიმე. ვაუ, მენანებო ბიჭო, ძალიან კაი ფინიში აქვს. კომში თხილი და ვაშლი დამიტოვა ამან ფინიშებზე რა. წყლის დალევის მერეც კი არ გემოები კიდე. კაი, აბა, ჩვენი აზრით გლენალახი. აუ, შრალია უფრო. აუ, რა ოლოროსოა.
და გამოვლების ძალიან წყალ არ მოგეჩვენა? არა. კი, მე უფრო აფეთქდა. სიცხარე ნაკლებია. სიცხარე არა. სიტყვა აქვს და იმიტომ. ხო. აუ, ზედმეტი სიტყვოსგან რო გიმწარდება პირი, ძალიან ტკბილისგან, აი ეგეთი სიმწარე აქვს. რომ კარგი სიმწარე. ძალიან. ეხა წამოვიდა სიცხარე, ეხა წამოვიდა. აუ, რა ფინიში აქვს. კაცმა არ იცის. რატო რა გვინდოდა საერთოდ რატო მოგივიდა ეს იდეა და რა დაიწყე? ეხა ნუ არ ვიცი, რავი, რა უნდა თქვა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად კარგი ხარისხია ორივე უთანხმდებით. ორივე სხვანაირია. თუმცა, მოდი ერთ შეკითხვას დაგისვამ. რაც შენ ოლოროსოვისკის ვისკის გამოცდილება გაქვს დალეული უამრავი, მათ შორის ძალიან ძვირიანებიც, იაფიანებიც და ასე შემდეგ. უფრო რომელია, უფრო როგორ გითხრა, ოლოროსო უფრო მეტად როგორი შეგვხედრია, რომელიც გონია რომ გლენალახია ალბათ, ხო? ასეთი რომელიც გონია რომ სპრინგმენკია, ასეთი ხო ნაკლებად შეგვხედრია. ვერ მივხვდი სპრინგმენკი. უფრო ოლოროსოები ხშირად ხო დაგილევია. ხო და უფრო ხშირად ეგეთები არ შეგვხედრია? ეხლა მეორე რაც გავსაჯეთ. კი. უფრო ხშირია ეს ბუკეტი და ეს პროფილი. კი, იშვიათია ეს მრავალფეროვანი არის რა ეს სპრინგმენკი, ჩვენი აზრით სპრინგმენკი რა, ანუ ოლოროსოს ზოგადად შერის გარეთ რაღაცები მოდის რა, ისეთი. შერის გარეთ ბევრი რაღაცა მოდის. თითქოს ცოტა შერი ბომს არა აქვს, ხო. და ისი შერი არის ზუსტად. კი. მაგრამ ძალიან კარგი ხარისხია ისიც. ნახოთ? ნახოთ ერთია, მაგრამ იც რა მაინტერესებს. ეხლა მივიდეთ იმ დასკვნამდე. ჩვენ ხო ჯერ მაინც დარწმუნებული არავით რომელია, მაგრამ რავი, მეც სალსახად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორჯერ ძვირი არ უნდა ღირდეს. არა, თითქმის ერთ და იგივე. თითქმის ერთ და იგივე, აი, ხარისხობრივად ერთ პროფილები, კი, ბუკეტი ისეთი, ასეთი ზოგს ეს მოწეს. აი, ჩვენ კიდევ ვერ შევთანხმდით ხა. მე თითქოს უფრო რომ ეგონა სპრინგმენკისკენ უფრო იშვიათისკენ მივიდოდი, მაგრამ ის იმდენად გემრიელი იყო მე, რომ იმაზეც თქვი, რომ არ ვიცი, ხალისხით, ანუ ვერც ერთს ვერ იტყვი, რომელიმეს არა აქვს რამე მინუსი, რომელიც მათქმევინებს, რომ აი ამ მინუსის ხარჯზე მეორე ჯობია. ანუ ვისკი ერთმანეთს არ ჯობია, გამორიცხულია ეს შენ ბლაინდზე დაგისხას ვიღაცამ და თქვა რომ ეს ჯობია ცალსახად მეორესო. იტყვი რომ ორივე ძალიან კარგია და ორივე ძალიან მომწონს რა. შესაბამისად, ორჯერ ძვირობა აბსოლუტურად გაუმართლებელია და ჩვენ პრინციპში გამოვიდა რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ სპრინგმენკი თავის რაღაცეებით, მოთხოვნა მიწოდებიდან დაწყებული კიდე რაღაც მაქინაციებით თუ რაღაც სხვა სიტყვა თქვი. ხელოვნური overpriced არის ყველა ვარიანტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ისიც ძალიან კარგია. ვერ არაფრით არ ჩამოუვარდება მეორე ვისკი, არ ვიცი, პირველს ან პირველი მეორეს. კაი, მე ვნახულობ, მე მეგონა რომ ეს იყო სპრინგმენკი, ხო? და უნდა იყოს ეს პირველი ნომერი. პირველია. ეგ არის. კი, არა, ეხლა რა, მაგდენი გამოცდილება გვაქვს და გვენდეთ ხოლმე რა. რავი, აქედანაც შემიძლია განახოთ, ხო არ გონიათ რომ გატყუებთ, მაგრამ თუ გამოჩნდა, არა. მეორე ნახება ხო ორიანია. აჰა, აი დაზუმეთ და აშკარად პირველი აწერია და არაფერს არ გატყუებთ. ხო, ანუ სხვაობა არის, სპრინგმენკი ცოტა უფრო მომჟავო ტიპის ვისკი არის, ვიდრე კი და ფინიში არის აბსოლუტურად სხვანაირი. ფინიში სუნზე რა სხვაობაც იყო, სამჯერ მეტი იყო ფინიშზე და კომშები და თხილები რო წამოვიდა და ვაშლები. აბსოლუტურად აფშუაში რო არ არის ოლოროსოებთან. აი მაგან ძალიან გაამრავალფეროვნა, მაგრამ ის თავის ამბავში ოლოროსო მარტო, მაგრამ ძალიან დასტოინე, ძალიან ღირსეული მოდიში რუსულ სიტყვაზე და ძალიან მაღალი დონის ვისკია რა. ასე რომ ორჯერ ძვირი არ უნდა ღირდეს, მე მაპატიეთ. ეგ არის. მადლობ ყურადღებისათვის. გამოიწერეთ არხი, გაწერუნეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.